მოგესალმებით ქალბატონ ნინო, თემა არის საკმაოდ აქტუალური და პრობლემური. მოსახლეობა ჩივის იმაზე, რომ დაერიცხათ კომუნალურების ზედმეტად. როგორია მომართვიანობა და რა არის პრობლემა თუ მოიკვლიეთ ეს საკითხი? ბატონო, მოგესალმებით, მოგესალმებით მაყურებელს. ნამდვილად იანვრის თვეში ჩვენ სამსახურში, ასევე კომისიაში ძალიან გახშირდა მომართვიანობა იმასთან დაკავშირებით, რომ იანვრისთვის გადასახადი, რომელიც მომხმარებლებმა მიიღეს კვითრის სახით, მასზე ასახული დავალიანება ბევრად უფრო მეტი იყო, ვიდრე რეალურად ისინი მოიხმარენ და აღემატებოდა წინა თვეებში მიერ მოხმარებული ბუნებრივი გაზის საფასურს. ამასთან დაკავშირებით მომხმარებლებმა გამოთქვეს შეშფოთება, ჩვენ რა თქმა უნდა მივიღეთ განცხადებები, საჩივრები, ესე ვთქვათ, შეტყობინებები შემოვიდა სოციალური ქსელის საშუალებითაც და დავიწყეთ ინდივიდუალური შესწავლა ამ განცხადებების. ნაწილი განცხადებების დავასრულეთ შესწავლა და ნაწილი კიდევ მიმდინარე პროცესში გვაქვს. პრინციპში ყველაზე მნიშვნელოვანი კითხვა, რაც მომხმარებელს მოცემულ შემთხვევაში ჰქონდათ, ეს იყო ხომ არ მოხდა ბუნებრივი გაზის საფასურის, ანუ ტარიფის გაზრდა, რამაც გამოიწვია აღნიშნული გადასახადის გაზრდა. ამასთან დაკავშირებით ცალსახადმი და განმარტება გავაკეთო, რომ ბუნებრივი გაზის საფასური ან ტარიფი არ არის გაზრდილი, მომხმარებელს გადასახადი ისევ ძველი ტარიფით მიეწოდება და შესაბამისად მომდევნო თვეში, როდესაც მიუვა გადასახადები, დარწმუნდებიან, რომ ტარიფი აქვთ ისევ ძველი და არ გაზრდილა. მაშინ რა თქმა უნდა ბუნებრივია ისმის კითხვა, რამ გამოიწვია 20-30%-ით საფასურების გაზრდა მოცემულ შემთხვევაში. ჩვენ მე როგორც უკვე აღვნიშნე, შევისწავლეთ შემოსული განცხადებები, ასევე შევისწავლეთ ასე ვთქვათ საჩივრები და აღმოვაჩინეთ შემდეგი ტიპის ასე ვთქვათ დარღვევები, რომელიც კომპანიის მხრიდან ფიქსირდებოდა. საერთოდ ზოგადად სანამ ამაზე ვისაუბრებ, ვიტყვი რომ იანვრის თვე ყოველთვის გამოირჩევა გადასახადების ასე ვთქვათ გაზრდით ჩვენთან, იმიტომ რომ გვაქვს ბევრი დღესასწაული და სადღესასწაულო პერიოდში განსაკუთრებით იზრდება ბუნებრივი გაზის მოხმარება. ეს ცალსახად რა თქმა უნდა იწვევს გაზრდილ გადასახადს რაღაცა გარკვეული რაოდენობით, თუმცა ის რაოდენობა, რომელიც ახლა ჩვენ საჩივრების ასე ვთქვათ, საჩივრების ფორმით შემოვიდა, აქ უკვე კიდე დამატებითი ასე ვთქვათ პრობლემა წამოვიდა და ეს გახდათ ის, რომ ყველა შემთხვევაში, რომელიც ჩვენთან შემოვიდა, ყველგან აღმოვაჩინეთ, რომ კომპანიას, ამ შემთხვევაში ზოკარ ჯორჯიაგაზსაც, საქორგაზსაც და თბილისი ენერგისაც ჰქონდა დაგვიანებით აღებული ჩვენებები მომხმარებელთან. ახლა ეს რას ნიშნავს? ეს ნიშნავს იმას, რომ ზოგადად ჩვენს მიერ მოხმარებული ბუნებრივი გაზის საფასურს ვიხდით 30 დღის, საშუალოდ 30 დღის მოხმარების მიხედვით. თუ კომპანია 30 დღის შემდეგ აიღებს ჩვენებებს, ეს იქნება 2, 3, 6, 7 დღის შემდეგ აღებული ჩვენება, ეს უკვე ნიშნავს იმას, რომ 30 დღეს კიდევ ის რამოდენიმე დღე ემატება და ეს ყოველთვის იწვევს გადასახადის მომატებას. ხოლო ეს იყო შესაძლებელია ვფიქრობ, ამას გარდა იყო სხვა დარღვევები კომპანიის მხრიდან. კი ბატონო, ამასთან დაკავშირებითაც მოგახსენებთ, რა თქმა უნდა, ეს არის ახლა რაც ჩვენ უკვე გამოვავლინეთ და ვნახეთ ცალკეულ შემთხვევებში, თუმცა არის შემთხვევები, როდესაც მართლაც სწორად მოვიდა მომხმარებელი საჩივრით და ჩვენ აღმოვაჩინეთ, რომ რეალურად იქ არასწორად იყო ჩვენება აღებული, გადასახადის ასე ვთქვათ გაზრდას ცალკეულ შემთხვევაში იწვევს კომპანიების მხრიდან, ასევე არასწორად დაფიქსირებული ჩვენებები და ასევე შეიძლება ეს იყოს აღრიცხვიანობის მოშლა ან არასწორად განხორციელებული აღრიცხვა ან თუნდაც რაიმე ტიპის დაზიანება, რომელმაც შეიძლება გამოიწვიოს ზედმეტი გადასახადის დარიცხვა და ეს უკვე არის დაკორექტირების საფუძველი. დიახ. ასეთ შემთხვევაში, როდესაც მიუვიდათ ამა თუ იმ მიზეზით ზედმეტი გადასახადი, ანუ ზედმეტად დარიცხული. თქვენი შეთავაზება ამ შემთხვევაში რა არის დაზარალებული მოსახლეობის? კი ბატონო, ჩვენ ასეთ შემთხვევაში გავცემთ რეკომენდაციას, რომ კომპანია მოახდინოს მომხმარებელთან შეთანხმებით დარიცხული დავალიანების განწილვადება, იმიტომ რომ მათგან დამოუკიდებელი მიზეზებით მაინც ის რამოდენიმე დღე ყოველთვის კიდევ ერთხელ ვამბობ, მტკივნეულად აისახება მომხმარებელზე. ერთი რამ რაც ცალსახად შემიძლია კიდევ დაგიდასტუროთ, რომ ტარიფი არ არის გაზრდილი, თუმცა ყველა შემთხვევა თუ კი მომხმარებელს აქვს ეჭვი იმასთან დაკავშირებით, რომ დარიცხული დავალიანება არ შეესაბამება მის მიერ მოხმარებული ბუნებრივი გაზის ოდენობას, ცალკეულ შესწავლას საჭიროებს, ამიტომაც უნდა მოგმართონ ჩვენი სოციალური ქსელის საშუალებით, ტელეფონის საშუალებით, შეუძლიათ ოფისშიც მოგბრძანდნენ და ჩვენ ყველა შემთხვევას ინდივიდუალურად შევისწავლით. კიდევ ერთხელ ვიტყვი, არ გამოვრიცხავ, რომ გქონდეს დაკორექტირების საფუძვლებიც, რაც ხშირად არის ხოლმე. ჩვენ გქონდა ეს პრაქტიკაში, როდესაც მომხმარებელს მიუვიდათ საკმაოდ გაზრდილი გადასახადი, სამეკმა იმსჯელა ამ თემას და ჩამოეწერათ მათის გადასახადები. შესაბამისად, შესაძლებელია ამ ვარიანტთან გქონდეს ეხლა საქმე.
კიდევ ერთხელ ვამბობ, აი ეს ცალსახად ვერ ვიტყვი ამას, თუმცა ყველა კონკრეტულ შემთხვევაში თუ კი დადასტურდა, რომ კომპანიის ბრალეულობით, არასწორად აღებული ჩვენებით, ან რაიმე ტიპის დაზიანებით, ან თუნდაც თქვათ აღრიცხვის ხელსაწყოს წყობრიდან გამოსვლის შედეგად მომხმარებელს დაირიცხა ზედმეტად გადასახადი, ეს არის დაკორექტირების საფუძველზე, ოღონდ ამაზე ინდივიდუალურად უნდა ვიმსჯელოთ. და მოვახდინოთ რეკომენდაცია, გავაგზავნოთ რეკომენდაცია თანხის დაკორექტირებასთან დაკავშირებით. და კიდევ ერთ თემაზე მინდა გკითხოთ, რომელიც ამ სეზონს უკავშირდება ეგრეთ წოდებული მკვლელი გამათბობლები. როგორი გვაქვს რეალობა დღეს ქვეყანაში, თქვენ მონიტორინგსაც კი ატარებთ, სად არის ყველაზე რთული ვითარება, ასე სტატისტიკაც გექნებოდა ჩაჭრილი დანადგარების, თუმცა რეალობად როგორია დღეს რომ გითხრათ? ვერ გეტყვით რომ სახარბიელო რეალობა გვაქვს, იმიტომ რომ ყოველწლიურად გვიწევს ამასთან ბრძოლა ყველა საშუალებით, რომელსაც ვიყენებთ, ხო? საქმე გვაქვს შემდეგში, რომ ნებისმიერი ტიპის დანადგარი, რომელსაც ჩვენ მოვიხმართ, ზამთრის სეზონში განსაკუთრებით საჭიროებს ყურადღებას მომხმარებლიდან. არსებობს დანადგარები, რომელთა გამოყენება არ შეიძლება კონკრეტულ სივრცეში, არსებობს დანადგარები, რომელთა გამოყენება შეიძლება მხოლოდ გარკვეული ტიპის სივრცეში, ანუ განიავება უნდა ხდებოდეს სპეციალურად. ამიტომაც სწორედ ამ მონიტორინგს აკეთებს კომპანია, მარტიდან იწყებს აღნიშნული მონიტორინგის ჩატარებას და შემდეგ თუ კი აღმოაჩნია, რომ რომელიმე დანადგარი არ შეესაბამება სტანდარტებს, ან დარღვეულია მისი მოხმარების წესი, აღნიშნული დანადგარების ჩახსნა ხდება. ჩვენ უკვე ოქტომბერში დავიწყეთ აღნიშნული მოკვლევის ჩატარება, მივმართეთ კომპანიებს, გავმართეთ შეხვედრები, იმიტომ რომ ხშირ შემთხვევაში კომპანიებიც მიუთითებენ, რომ გარკვეული ტიპის პრობლემებს აწყდებიან მომხმარებლებთან ურთიერთობაში და აი ესეთი სურათი გვაქვს დაახლოებით, რომ გითხრათ, ახლა მსხვილი 3 კომპანია გვყავს ჩვენ დღეს საქართველოში, ეს არის თბილისი ენერგი, რომელიც თბილისის მოსახლეობას აწვდის გაზს, გვყავს სოკარ ჯორჯია გაზი და საქორ გაზი, რომელიც დანარჩენ, ესე ვთქვათ, მოსახლეობას აწვდის, ასევე თელავ გაზი. თითოეულ კომპანიიდან გამოვითხოვეთ ინფორმაცია. აი სტატისტიკისთვის რო გითხრათ, მაგალითად, სოკარ ჯორჯია გაზმა გადაამოწმა 300,000-მდე აბონენტი, ხო? ამ 300,000 აბონენტიდან 28,000 შემთხვევაში დაგვიფიქსირდა შემთხვევა, როდესაც მომხმარებელთან მოხდა ბუნებრივი გაზის დანადგარის ჩახსნა. ანუ 28,000 აბონენტს სახში ქონდა ეგრეთ წოდებული მკვლელი დანადგარი, ხო? და პოტენციური საშიშროება იმისი, რომ აი ამ დანადგარს ძალიან დიდი ზიანი მიეყენებინა მომხმარებლისთვის გქონდა. ამას დამატებული 6,000 აბონენტთან იყო ისეთი მდგომარეობა, როდესაც შეუწყდა მათ ბუნებრივი გაზის მიწოდება და მე სხვათა შორის გადავამოწმე, ვინ იყო ეს 6,000 აბონენტი და კომპანიებმა ისეთი განმარტება მოგვცეს, რომ წინა წელს რო ჩავხსენით დანადგარებიო და შემდეგ ისევ დაგვხვდა ის დანადგარები ამ მომხმარებელთან დამონტაჟებულიო, აი ის ასე ვთქვათ, მომხმარებლებს უკვე შეუწყვეტთ გაზის მიწოდება, ესეც გადავამოწმეთ და ზოგ შემთხვევაში, ბევრ შემთხვევაში მოაწესრიგა მომხმარებელმა ქსელი და აღდგენა განხორციელდა ასეთ აბონენტებთან. მე რა ხდება, ალბათ რთულია გამოყოფა სად არის საგანგაშო მდგომარეობა, გნებავთ თბილისის მასშტაბით, გნებავთ მუნიციპალიტეტების მასშტაბით? მე ვიტყოდი, რომ ალბათ უფრო მუნიციპალიტეტებში მეტი პრობლემა გვაქვს, ვიდრე თბილისის მასშტაბით, იმიტომ რომ ეხლა თბილისის სტატისტიკა ასეთი გვაქვს 170,000 აბონენტი რომ გადამოწმდა, დაახლოებით 2,000-მდე აბონენტთან იყო პრობლემა და მხოლოდ 150-თან მოხდა შეწყვეტა, სადაც ვთქვათ იყო საგანგაშო მდგომარეობა. და ასევე არ დაშვების თემა გვაქვს აქ ძალიან მნიშვნელოვანი, მაგალითად რეგიონებში უფრო აქვთ ხოლმე პრობლემა, რომ მომხმარებლები კომპანიის წარმომადგენლებს ეურჩებიან და ხშირად არ უშვებენ ხოლმე სახლში, რომ შეამოწმოს საყოფაცხოვრებო ტექნიკა, ან პირიქით არ იმყოფებიან. თბილისში ამის პრობლემა ნაკლებად გვაქვს და ესე ვთქვათ შეგნება მეტია, რომ როდესაც კომპანია მიდის და ახორციელებს ქსელის მონიტორინგს, ამასთან დაკავშირებით პრობლემები, დამატებითი პრობლემები მომხმარებელმა არ უნდა შეუქმნას. თუმცა თბილისშიც არის გარკვეული ეგრეთ წოდებული 2,000-ზე მეტი შემთხვევა, როდესაც ჩაიხსნა დანადგარი. არ არის ცოტა ნამდვილად, კი ბატონო. რა უბნებია ეს ძირითადად? ასე უბნებად ნამდვილად ახლა მონაცემები მე არა მაქვს, თუმცა თბილისის მასშტაბით არის ესე ჩაშლილი და შესაბამისად ახლა ამასთან დაკავშირებით კიდე მე არ ვიცი შეიძლება დაემატა კიდე ახლა ბოლო პერიოდი, ეს არის ნოემბრისთვის მდგომარეობით. ახლა კიდე სადღაც 2-3 თვე აქვს კიდე კომპანიას მონიტორინგის ჩასატარებლად და შემდეგ უკვე სადღაც თებერვალში ჩვენ ამასაც მოვიწევთ ინფორმაციას, თქვათ რა ტიპის დარღვევები გამოვლინდა კიდე. ასე მინდა კითხოთ ელექტროენერგიის წყვეტებთან დაკავშირებით, რომელიც არის დაუგეგმავი, მოულოდნელი და ზიანის მომტანი მომხმარებლებისთვის. ასეთი მაგალითები რამდენად გაქვთ, რამდენად აცვიცნობიერებენ ადამიანები, რამდენად შემოდიან დავაში
და როგორია ამ კუთხით რეალობა? არც ამ კუთხით გვაქვს ესე ვთქვათ სახალხო მდგომარეობა ნამდვილად. ეხლა თბილისის მასშტაბით რო ვისაუბროთ, რეგიონებშიც არის ბევრი პრობლემა, თუმცა თბილისის მასშტაბით რო ვისაუბროთ, ჩვენ წინა კვირაში თელასთან გქონდა სამუშაო შეხვედრა ჩაანიშნული, იმიტომ რომ გქონდა რამოდენიმე უბანი, სადაც მართლაც საგანგაშოდ ხშირად ხდებოდა ელექტროენერგიის გათიშვება. ეხლა გათიშვებს ორი მიზეზი აქვს, როგორც ვიცით, ერთი არის, როდესაც არის ავარია, ანუ დაზიანდა ქსელი და მეორე არის, როდესაც მიმდინარეობს სარეაბილიტაციო სამუშაოები. ორივეს თავის წესი აქვს, თუ სარეაბილიტაციო სამუშაოა კომპანიამ უნდა მოგვაწოდოს წინასწარ ინფორმაცია, როდის რამდენი ხნით უნდა შეგვიწყდოს ელექტროენერგიის მიწოდება, თუ ავარია აქაც რამდენიმე ხანში უნდა მივიღოთ შეტყობინება სავარაუდო აღდგენასთან დაკავშირებით, როდის დასრულდება თქვათ რეაბილიტაციის სამუშაოები. როგორც ახლა კომპანიასთან ჩვენ ახლა რამოდენიმე უბანი გვქონდა, სადაც მართლაც ძალიან რთული ვითარება იყო. ახლა საუბრობდით, რომ მისზე ყავს რომელიღაც კონკრეტულ ქუჩაზე 400 აბონენტი, სადაც ბოლო 3 თვეში 25 წვეტა იყო განხორციელებული, მათ შორის 6000 წუთი. ეს არც თუ ისე ცოტა არის 2-3 თვის მანძილზე, ხო? შესაბამისად, ჩვენ დეტალურად ვსწავლობთ ხოლმე ეს ამ უბნის ვითარებას და ვცდილობთ, რომ მომხმარებელი არა მარტო კავშირზე ყავდეს ამასთან დაკავშირებით, არამედ მიმდინარე მოვლენებიც გავაცნოთ და მერე უკვე შედეგებიც დავანახოთ, რაც არის. მინდა გითხრათ, რომ თელასმა რაც წარმოგვიდგინა რამოდენიმე უბანში, სადაც აი ესეთი საგანგაშო მაჩვენებელი გქონდა, ყველგან გითხრა, რომ აი ამის შესახებ მათ იცოდნენ, ყველანაირი ისე ვთქვათ საშუალება რაც იყო გააკეთეს და მომხმარებლებთან ერთად გავიარეთ თითოეული დეტალი, გათიშვებიდან დაწყებით, ისე ვთქვათ კონკრეტულად როდის რა ვითარებაში უნდა მოხდეს ამ მათთვის სრულად სარეაბილიტაციო სამუშაოების დასრულება. მოსახლეობას უფრო აინტერესებს ზარალი, რომელიც მან მიიღო, თუნდაც წვეტის გამო ტექნიკა დაუზიანდა და ასე შემდეგ. რამდენად იღებს და არის პრაქტიკაში, როცა კომპანია იღებს ვალდებულებას, რომ დაზარალებულს თქვა დაუნაზღაურო ზიანი და რამდენად ხართ თქვენ ჩართულები ამაში და რამდენად ესმით თავიანთი პასუხისმგებლობა ასევე მოსახლეობას, რომ ამისთვის საჭიროა ბრძოლა. ზიანის ანაზღაურების თემა ერთ-ერთი ყველაზე რთული თემაა, მე ვიტყოდი ჩვენ სფეროში, იმიტომ რომ ის დამატებით საჭიროებს ყოველთვის ესე ვთქვათ ჩართულობას, უნდა დადასტურდეს კონკრეტულად, რომ იმ დღეს იმ ვითარებაში მომხმარებელმა ზიანი მიიღო, აი ამ კონკრეტული ვთქვათ უხარისხოდ მიწოდებული ელექტროენერგიიდან. ჩვენ გვაქვს შემთხვევები, მიუხედავად იმისა, რომ ჩვენი რეგულაციებიდან ეს ზოგადად ესე ვთქვათ გასული თემა არის ზიანის ანაზღაურების თემა ასეთი, თუმცა ჩვენ ჩართული ვართ ამასთან დაკავშირებით, ვიძლევით რეკომენდაციას, რომ მაქსიმალურად იყოს მომხმარებელი ინფორმირებული, პირველი რაც უნდა გააკეთოს, ხელხაზე უნდა დააფიქსიროს შეტყობინება იმასთან დაკავშირებით, რომ კონკრეტულ დღეს მას ჰქონდა ძაბვის ცვალებადობა, რის გამოც მან მიიღო ზიანი და ასევე დააფიქსიროს კომპანიაში, ასე ვთქვათ, შეტყობინება და აღწეროს ის დანადგარი, რომლისგანაც მან ზიანი მიიღო. მე გეტყვით რა მქონდა პრაქტიკაში შემთხვევები, როდესაც ასეთი ასე ვთქვათ, დადასტურდება, რომ იმ კონკრეტულ დღეს რომელიმე უბანზე ან კონკრეტულ სახლს ჰქონდა ძაბვის ცვალებადობა, რაც კომპანიის ბრალეულობით არის გამოწვეული, მომხმარებელი ახორციელებს დაზიანებული ტექნიკის შეკეთებას შესაბამის ლიცენზირებულ დაწესებულებებში და აღნიშნული კუთხეების ანაზღაურების ბევრი შემთხვევა მქონია მე პირადად. თქვენ საკმაოდ აქტიურად დაიწყეთ მონიტორინგი. შედეგად რა მოიტანა ამ მონიტორინგმა, თუ ხედავთ პოზიციურ ცვლილებას? თქვენ ალბათ გულისხმობთ ზაფხულის მანძილზე, როდესაც ჩვენ დავიწყოთ რეგიონებში აქტიური სიარული და ასევე კომისიამ, რომელმაც დაიწყო ტექნიკური მონიტორინგის განხორციელება კომპანიის საქმიანობებთან დაკავშირებით, რომელიც გულისხმობდა სარეაბილიტაციო, ქსელის სარეაბილიტაციო სამუშაოებს. წლის ბოლოს ჩვენ გარკვეული ტიპის ინფორმაცია უკვე მივიღეთ. მინდა გითხრათ, რომ შედეგი ნამდვილად გვაქვს, მაგალითად, ბოლოს რაც მივიღეთ, ეს იყო წყალტუბოს რეგიონში, სადაც მთელი, ესე ვთქვათ, რამოდენიმე სოფლის მოსახლეობა უჩიოდა იმას, რომ მთელი ქსელი გადიოდა ტყის მასივში და არა მარტო ხშირი გათიშვებს ჰქონდა ადგილი, არამედ დაზიანების დროს არ ხორციელდებოდა ფაქტიურად, ვერ მიდიოდა იქ ტექნიკა, რომელიც განახორციელებდა სამუშაოებს. აი ზუსტად წინა კვირაში ჩვენ ჩამოგვივიდა ინფორმაცია თავის ფოტომასალით, თავის დადასტურებული დოკუმენტაციით, რომ მთელი ეს მასივი, ესე ვთქვათ, გადმოტანილი იქნა მთელი ქსელი ტყის მასივიდან ნეიტრალურ ტერიტორიაზე, სადაც არა მარტო გაუმჯობესდა მომსახურეობა, არამედ ასე ვთქვათ, საშიშროება იმისა,
რომ დაზიანების შემთხვევაში კომპანია ვერ მივიდეს, არ არის. ასევე კახეთში გვაქვს ძალიან კარგი შედეგები ამ კუთხით და ასევე ზუგდიდში ძალიან ბევრი სოფელი, რომელიც 27 სოფელი იყო, ნელ-ნელა და ეტაპობრივად ხორციელდება სოფლებში აღნიშნული სარეაბილიტაციო სამუშაოების ჩატარება. საკმაოდ დიდი რაოდენობით ბოძები იქნა გამოწვეული და დიდი რაოდენობით, ასე ვთქვათ, ხაზები იქნა გაჭიმული.